გამოცხადდება თუ არა გადაწყვეტილება ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე აგვისტოში და გაუშვებენ თუ არა 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოს ციხეში მრავალი წლით. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ადვოკატები ეუბნებიან, რომ განაჩენი მომდევნო თვეს არ გადაშორდება. ჯაფარიძის თქმით, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს ჯამში ოცნებას მოუგო, ან ციხეში, ან ქვეყნის გარეთ აღმოჩნდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე სხდომები კვირაში ორჯერ იმართება. ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2004-ში ჯამში მოუგო ოცნებას, აღმოჩნდება ან ციხეში, ან ქვეყნის გარეთ. ეგ არის მიზანი, რაც აქვს ხამწუთში. ივანიშვილის დასანქცირება აღმოჩნდა პრობლემა. ივანიშვილის დასანქცირება ითვლება, რომ თუნდაც ყოფილა ქვეყნის დასუსტება. და შესაბამისად, ყველა ვინც სანქციებზე მუშაობდა, ყველამ დაასუსტა ქვეყანა, იმიტომ რომ ივანიშვილი დაასანქცირა დასავლეთ. ოღონდ დასანქცირება ხო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შევა მილიონჯერ რაღაცა ვთქვა, რომ ვიღაცა დასანქცირებელია, მაგრამ დასანქცირება არის ყოველი კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკის შედეგი. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმეს მოусმინეს, მათ შორის 2 გამომძიებელი იყო. მოწმემ ესეთი რაღაცა ბრძანა, რაც არის, რომ ვიცოდეთ ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ბრალდების მოწმეებზე თქვა, რომ პოლიტიკოსებიო გამოირჩეოდნენ ხალხის მიმართ სიტყვით მიმართვით. ეს იყო დღევანდელი პროცესზე ყველაზე მძიმე ბრალდება, ამიტომ შევეცდებით გავაბათილოთ. ეს იყო დღევანდელი პროცესის ყველაზე მძიმე სიტუაცია, როცა დანარჩენზე თქვა არაფერი არ გამიგონია, უფრო გამოირჩეოდნენ სიტყვის მიცემა. ამ დონეზე ვერ ისაუბრამდა. არა, მეტიო. არა, არ გამიგონია არაფერიო, მაგრამ გამოირჩეოდნენ. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ ამ თვის ბოლოს სამსაქმის განხილვა დასრულდება და განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რომ გამომართლებელი განაჩენი გამოვა, ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს პროცესები და დაახლოებით ხვდებით, რაც იქნება შედეგი. რაიმე განსაკუთრებული ნიკა გვარამიას ნაწილში არ იყო, უბრალოდ ერთ-ერთმა ახსენა, რომ დაინახა ის აქციაზე, რას ამბობდა არ იცის. ბრალდების მხარე აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყოველ პროცესზე, როგორც ეს სასამართლომ განსაზღვრა, იკითხება მინიმუმ 4 მოწმე და ამ გრაფიკით ვაგრძელებთ, ასე ვთქვათ, საქმის განხილვას. რა პერიოდულად, ვერც ამ ეტაპზე გეტყვით კონკრეტულ პერიოდს. ბევრი მოწმე დაგჭათ გამოსაკუთრე. შემდგომ ეტაპზე კვლავ მოწმეთა დაკითხვით ფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ და შემდგომ ეტაპზე შეგატყობინებთ და გეტყვით ასევე რა მოცემულობით და რიგითობით გავაგრძელებთ კიცებულებით. პროკურატურა გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება. დანაშაულის 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობაში მყოფ ელენა ხოშტარიას ბრალის 3 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საბოტაჟს ამ დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაულის 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრე ჯაფარიძეს კი ბრალის საბოტაჟის მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.